არ ვიცი, ალბათ ესეთი ნაჭერი რომ რესტორანში შევკვეთოთ, ალბათ ერთი ულუფაა რა, კაი ჯანიანად რო გშიოდეთ, ამას ალბათ არა, ორ-ორ შეჭამ. ხო და ეს ანუ ვიმინა არ გიყოფა. ვერ გაგაწყობს? არას გააწყობს, ვის გააწყობს? დათოსაც კი არ გააწყობს ეს. არა, არის, დათუჩა, დათუ ბატონ დავიცას ვერ გააწყობს. ესეთი რაღაცა. ხო და მოკლედ თუ მაშინ ორ-ორ შეჭამ და დაგიждდება კაი 1000 ლარი. მოიცა ხო, ზეთი ხორჯობია იმაშო გადავიტან და ეგრე დაასხა. არა. ხო და ამას უნდა დაასხა ზემოდან ეს ზეითუნის ზეთი. ბევრი არ უნდა, ესე უნდა გაკეთდეს. აი ნახე ფერი როგორ შეიცვალა. ეგრეა. აი აქედანაც. რავი, იმედია რომ კაი უნდა გამოვიდეს რა. და იცი რა მიხარია კიდე რომ ეს არ მიყიდია თორე. ახლა ეს რომ მეყიდა და ცუდი გამოსული. გულიც გამისკრება. საეჭოს მოუგედაძაბულ ორთაბრძოლაში შედით მაგარხზე და მე და ბატონი დავითი შევერკინეთ რა. მოკლედ, აი ეგეთი რაღაცა, ტაფარი, ცხელი და აი ეს. ამოსარი ვერ გიდა? გადატრეკად მოდი. ანუ, ეხლა ამას დავდებ. ერთ მხარეს უნდა იდოს 2 წუთი. მეორე მხარეს წუთნახევარი. და მერე უნდა ამოვიღოთ, დავასვენოთ, მოკლედ ეხლა ამას 2 წუთი დავტოვებ. და რო ამოტრიალებს რომ მოგეწვით რა უნდა გავაკეთოთ. მოკლედ 3 წუთი გავიდა შემეშალა. უნდა მეთქვა 3 წუთი მეტყვი. მოითახლო. აი. ამოვატრიალე. ვა, დანაგინდა? მომე. მოკლედ, მეგობრებო. აქედან ეს კარგად შეიბრაცა. ეხლა ზოგი იტყვის რომ ხო, აი, ავიცი, მეც აზე არა ვარ ეხლა ეს გონია რომ ნახე რა შემწვარი ხორცია რა. მაგრამ რავი, ისეთი სტატუსები აქვს და ავოიე და რაღაცა ძალიან მაგარიაო რომ მოკლედ ეხლა კიდე თუ იმას დაჭირდა 3 წუთი, ამას უნდა უკვე 2 წუთს ნახევარი რა. იმიტომ რომ ტემპერატურა და რაღაც უკვე შიგნით არის შესული ამაში. ასე რომ ეხლა ეს კიდე 2 წუთს ნახევარს გავაჩერებ და მე ვნახოთ რა პროცედურა უნდა ჩაუტარდეს.